ობლობაში გაზრდილ 7 შვილს კიდევ ერთი ტრაგედია დაატყდა, როგორც გავიგე თავს და ბატონი რუსლან ვეკუაც დაიღუპა, მამა, ერთადერთი გამზრდელი მამა და ახლა 7 შვილზე ერთმანეთზე სრუნავენ დედმამიშვილები. სოფელ ძეგლში ვიმყოფებით, როგორც დაგიანონსეთ, ვეკუების ოჯახის სამოსახლოზე ვდგევარ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს მალე გახდება მათი სამოსახლო, ამისათვის სულ მცირე ნაწილია დარჩენილი, შეგროვდა უკვე 70,000 ლარი და დაახლოებით 6,000 ლარამდეა დარჩენილი. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ამ 7 სულიან ოჯახს 7 დედმამიშვილს საოცარი ადამიანები, საოცარი დედმამიშვილობა აქვს, 700 კვადრატული მეტრი თავიდან ბოლომდე და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ეს ტერიტორია გახდება ვეკუების ოჯახის ძალიან მაგარი ადგილიცაა, ხედებიც, პანორამული ხედებიც, ხეხილიც ძალიან ბევრი რგია შეგნით და ვენებთ, რომ ეს არის სოფელი ძეგვი, მცხეთიდან არის დაახლოებით 5 წუთის მანქანით გზა და დადის ტრანსპორტი, როგორც ვიკითხე, 20 საათამდე, საღამოს 8 საათამდე დადის მარშრუტებით და ამიტომ ძალიან კაი ადგილია. შეგნებათ, რომ ბავშვები ძირითადად მცხეთაში არიან გაზრდილები და სკოლა და სხვადასხვა გიორგი ფეხბურთზე დადის ასე შემდგომ, მოკლედ აქ აქვს მოწყობილი და შესაბამისად ამ ტერიტორიაზე უნდათ რომ იყვნენ და დარჩნენ და იცხოვრონ. 7 ბავშვთან ერთად მარტო მივხვდი რომ ჩემს მეტი არავინ არ იყო ამათი პატრონი, მე ვიყავი დედაც, მამაც. ბედნიერი ოჯახი ვიყავით სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, იმიტომ რომ დედა თავზე ედგა ბავშვებს სახში არაფრის არ მეშინოდა. რუსლან ვეკუას მხოლოდ ერთი ოცნება აქვს. უნდა რომ ბავშვებს საკუთარი ჭერი ჰქონდეთ. 43 წლის 7 შვილის მამა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ ერთ დღეს მისი უდედოდ დარჩენილი შვილები ვინმე სახლიდან ქუჩაში არ გაყაროს. ახლა აგერ ხეხილს მიირთმევენ. ხეხილიც ძალიან ბევრია. ასე რომ სამომავლოდაც ძალიან კაი საინვესტიციოდაც და ყველაფრიდაც, აი ცხეთას გადახურებს. შეგახსენებთ, რომ არის სოფელი ძეგვი. აი